ეს არის 100 გრადუსი ცელსიუსით ყველაზე ცხელი თოქ-შოუ ქართულ სატელევიზიო სივრცეში. 2012 რა გველოდება მომავალ წელს ეს დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთავარი თემაა. გადაცემის მესამე ნაწილში კი სტუდიაში ქართული წინასწარმეტყველი ლელა კაკულია შემოგვიერთდა. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად. ალბათ ლელა, როგორ იქნება 2012 წელი? მთავარი კითხვა, რომელიც ახლა საზოგადოებას აწუხებს, იმიტომ რომ ძალიან ნეგატიური პროგნოზებია. ამერიკაში იღებენ ფილმებს და საუბრობენ, რომ აპოკალიფსი გველოდება, ნოსტრადამოსის წინასწარმეტყველებაზე დაყრდნობით გამოიცემა წიგნები. გამოდის წიგნები მაიას ტომის კალენდარის დასრულების შესახებ, სადაც საუბრობენ, რომ ამ კალენდარის დასრულებასთან ერთად დასრულდება კაცობრიობაც. რას ამბობს ქართველი წინასწარმეტყველი? 2000 წელს ეს კითხვა დამისვეს. მაშინაც ინგროვდა ყველაფერი და აი ნუ ამდაგვარი ესე იგი გრევა და ეს ყველაფერი ერთად, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ახლა დედამიწაზე ცხოვრება გრძელდება. ყოველთვის ვიძახოდი, რომ დედამიწას არაფერი არ მოუვა, არ ინგრევა, არ ამოვარდება ორბიტიდან და ნუ 1000 რამ, რასაც ვხედავდი პირიქით დაცვით ენერგეტიკას კოსმოსიდან და ვხედავდი ადამიანებს, ხოლო ის კატაკლიზმები რაც ხდება 20 წლის უკანა მაგ ნაწინასწარმეტყველები, თუნდაც იაპონია 2008 წელს დავინახე და პირდაპირ დავწერე, ეს დაფიქსირებულია ჩემს გაზეთებში, ჩემს წიგნში, რომ იაპონიაში დიდ მიწისძვრას ვხედავ და ატომური სადგურების აფეთქებას და იქ კიდევ ბევრი რამ მაქვს დაწერილი სხვათა შორის და შემდეგ თქვენი წინასწარმეტყველებით იაპონელებიც კი დაინტერესდნენ. კი, როგორ არა მომადგა მათი კონსული რუკით. და რო დავხედე ამ რუკას სად იქნება, იქნებ გვითხრათო კიტო შემდგომი და ახლა იაპონია სულ ეს 11 მარტის მიწისძვრის შემდეგ მოხდა? კი, კი. და იაპონიაში ყებები ისედაც გაგრძელდება, საერთოდ ეს ისეთი ზონაა, რომ მე იქ ახლა სიმშვიდეს ვერ ვხედავ. ამერიკაში კიდევ ყოველთვის არის ეს გრიგალები, ცუნამები, სახელი და გვარებიც კი დაარქვეს. ფაქტიურად ახლა და ეს და ახლა ფილმებს იღებენ კი, მაგრამ იცით რა, როცა არ იცი მართლა რა უნდა მოხდეს და რაღაც არ უნდა აიღო ახლა შენს თავზე ამდენი, რომ აი ეს თქვა, ანუ იწინასწარმეტყველო და არ უნდა დაზაფრო ხალხი და არ უნდა შეაშინო. მე ნამდვილად ვიცი, რომ არაფერი არ იქნება 2012 წელს. და იქნება რა ახლა მთელი მსოფლიო შეშლილია, პოლიტიკური დიდი ომები მიდის მსოფლიოში. არის ომები, მაგალითად ისრაელზე ვიწინასწარმეტყველე ეს იყო 92 წელს, როცა წითელ ბურთში მოეწყდა ისრაელი და მე მაშინ ვთქვი, რომ იქნება დიდი ომები. მუსლიმები უპირისპირდებიან ისრაელს და ისრაელს მხოლოდ ერთადერთი დაიცავს კოსმოსი და მეტი არაფერი. რჩება ანუ ღმერთის ანაბარად. მე კი იყო ასეთი რამ, რომ არის იქ სულ ომებია, პატარ-პატარა ყოველთვის არის დიდი სირთულეები ისრაელის პოლიტიკაში, იმიტომ რომ ის გარემოცულია მუსულმანურ სამყაროში, მაგრამ მე პასუხი გავიცი ახლა ჩემს ახლობელს, რომ ეს არ არის ის ომები, რასაც თქვენ მე მეუბნებით, მე სულ სხვა ომს ვხედავ. და ეს ომი რა ომს ხედავთ? ისრაელი, ამერიკა აუცილებლად დაარტყავს ირანს. და ის ირანი, რასაც ანუ აკეთებს ატომს და კიდევ სხვა იარაღს, ის ტყუის როცა აცხადებს, რომ მას სამშვიდობო მისიისთვის სჭირდება. ირანა ძალიან კარგად იცის და ანალიზებს აკეთებენ, რა თქმა უნდა, მათი პოლიტიკოსებიც, რა ხდება მსოფლიოში, აი როგორი ვითარებაა რაღაც და კი თავდაცვის მიზნით მათ სჭირდებათ, ასევე თავდასხმის მიზნითაც. და ეს მე 93 წელს დავწერე, რომ ირანი გულია გაერთიანებისა, მუსულმანებისა და ამიტომ ფრთხილად, სოფლიო უნდა იყოს ფრთხილად. და ახლა აი ეს თამაშები, მე ჩამოვწინე კიდევაც რომელსაც რა დავწერე, მაგრამ ახლა უკვე აღარ უყურებ ამას, იმიტომ რომ ისედაც შემიძლია ეს აღვნიშნო ეს ინფორმაციები. ხო და ეს ომი გარდაუვალია, ასე მესამე მსოფლიო ომი დავარქვი. მუსლიმები ძლიერდებიან. ანუ მესამე მსოფლიო ომის პერსპექტივა 2012 წელს ისევ დღის წესრიგში იქნება. დღის წესრიგშია, აუცილებლად ის დღესაც დღის წესრიგშია, იცით? აი როდის დაარტყავს ეს კაცმა არ იცის, გამიგეთ? ეხლა მე ყოველთვის აღნიშნავ, რომ დროს მე ვერ ვხედავ. დრო არ არსებობს კოსმიურ სივრცეში. იმიტომ რომ 92-ში, რას 97 წელში, რაც დავინახეთ დაუშვათ, ის დღეს სრულდება. ანუ ბევრი რაღაც. რა დაინახეთ 97-ში, რაც დღეს სრულდება?
მაგალითად რუსეთის ნგრევა, რომელიც ვერავერ წარმოიდგინა. ეს რეალურია რომ რუსეთის ნგრევა მოხდეს? რა თქმა უნდა, რეალურია, რუსეთი ფაქტიურად აღარც არსებობს უკვე. ნგრევაში რას გულისხმობთ ქალბატონი? რუსეთის დაქუცმაცებას საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ 97 წელს დავწერე, რომ რუსეთი ისევ მოიდომებს საბჭოთა კავშირის აღდგენას. მაგრამ აქ არაფერი არ გამოუვა რუსეთს. რუსეთი ძალიან რთულ მდგომარეობაშია. თქვენ ჩვენ აფხაზეთს და სამშაბლოს აუცილებლად დავიბრუნებ. ასევე საინგილოზეც მაგ ნაწინასწარმეტყველები, იქეთ ტრაპიზონსაც გადავხედე კიდო საქართველოს მიწები. ხო, გეღიმება, მე არა, მე ამას ეს რეალისტურია ქალბატონი. რა თქმა უნდა, ღმერთო ჩემო, რამდენი რამ მითქვია, ზღაპარივით, მე თვითონ რო ამჯერავს, რო წერტი, გამიგედა. მე გავიდა ეს დრო და ყველაფერი ასრულდა. უბრალოდ უნდა იკითხონ, იცით, აი გაზეთებში წერს, წიგნი გამოუშვი 2003 წელს 95-ში. საოცარი სენსაციური ამბები მიწერია. ქალბატონი, რუსეთის თემას მინდა დაუბრუნდეთ. მაშინ როდესაც ამ გადაცემის მზადების დროს მე თქვენ შეგხვდით, თქვენ საუბრობდით რუსეთის დეფრაგმენტიზაციის წინასწარმეტყველებას. აი მაგალითად 2008 წელი 20 აგვისტო. ვხედავ ის მოვლენები, რომლებიც დაიწყება რუსეთში, სრულად ამართლებს ჩვენ სიტყვებს. დასავლეთმა რუსეთი უნდა შეაჩეროს, თორემ ერთ დღესაც გაიღვიძებს გერმანია და ბერლინის კედელი აშენებული დახვდებათ. ხოლო ნახევარი ევროპას ნამგალ უროიანი წითელი დროშების ქვეშ გაახელენ თვალებს. ამიტომ დიდი სიამოვნებით ვუყურებ ჩემ წინასწარმეტყველებების ასრულებას და ნატოს ხაზით კი საქართველო გავა აუცილებლად. ნატოს ხაზით საქართველო გავა რას ნიშნავს? რას ნიშნავდა შევოთ ნატოში. ეს მე დავწერე 1992 წელს. რომ საქართველო აუცილებლად შევა ნატოში. ამას ვერავინ და ვერავით არ იძალა ვერ შეაჩერებს. მე ვიცოდი და ხშირად აღნიშნავდი, რომ რუსეთი აუცილებლად დაარტყავდა საქართველოს აუცილებლად. თქვენი წინასწარმეტყველეთ, მე მახსოვს აგვისტოს ომი. ხო, ვიცინასწარმეტყველე და ამავე დროს ისიც რომ აი იქ აღნიშნე ზუსტად რომ რუსეთი თვითონ იშლება. რუსეთისთვის ეს დიდი თავის ტკივილია, ჩრდილოეთ კავკასია, სადაც ისეთი რადიკალური მუსულმანები არიან უკვე ჩასაფრებულები, ასე რომ ვთქვა და ესე იგი არ გაუშვებენ დროს და მომენტს, რომ არ დაარტყან რუსებს და აი მაშინ აღნიშნე მე, სად არის რუსული არმია? რუსული არმიას ვერ ვხედავ. ვხედავ იმას, რომ რუსები გარბიან აფხაზეთიდან სამაჩაბლოდან, თავის ხელით გვიბრუნებენ სამაჩაბლოს და აფხაზეთს და გარბიან საკუთარი მიწების დასაცავად. ეს ყველაფერი რეალისტურია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხარ, რომელიც ახლა ეკრანთან ზის, ეს შეიძლება იყოს ყველაზე საუკეთესო სცენარი. არა, მე ვიცი რასაც ვიძახი, მე ვიცი რასაც ვხედავ. მე ხლა ჩემ თავს უფლებას არ ვაძლევ, ახლა იმას მე ჩამოვთვალო ის ვისთან და რასთან მილაპარაკია, გვისაუბრია, ძალიან ძლიერია ამ ქვეყნისანი მოწმე. თქვენ გავლენიანი პოლიტიკოსებიც ხშირად დადიან თქვენ. დიდი ალბომი გაქვთ მათი. ხო, აი არიელ ქოენი, მაგალითად 95 წელს იყო ჩემთან. იგი მუშაობდა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში, ხო და დავსვი ეშინი არიელი და მე თვითონ მოუყევი, რაც მოხდება, საერთოდ რა ხდება, რა უნდა მოხდეს. გავლენიანი ამერიკელი ანალიტიკოსი არიელ ქოენი მინდა მაყურებელს განუმარტო. კი, ის დღეს ახლა იმაშია ის რო არის, რა ქვია, ობამასთან არის, ბუშთანაც იყო, საკმაოდ ძალიან ჭკვიანი და პირდაღებული მისმენდა, იმიტომ რომ იქ ისეთი ინფორმაციაც იყო, რაც თვითონ იცოდა და ეს არ შეიძლებოდა რომ მე მცოდნოდა. იცით? და იქ ამერიკის იმაში ალბათ ანალიტიკურ ცენტრებში განიხილავდნენ. ხო. მე ახლა რა თქმა უნდა გავიდა წლები და იყო ისეთი რაღაცები, რაც არიელმა რა თქმა უნდა გამოიყენა ჩვენი წინასწარმეტყველებები და რაღაც ჭრილში ძალიან ჭკვიანიც მოჩანდა. ანუ თქვენ წინასწარმეტყველებებს გამოიყენებდა გავლენიანი ამერიკელი ანალიტიკოსი. რა, ახლა არის ძალიან ბევრი ანალიტიკოსი გინდა თუ პოლიტიკოსი, იმ წუთში ვიჭერ ხოლმე იმას, როცა აი ლამაზად გადააკეთებენ, მაგრამ მაინც იგივე სიძახის დაუშვას, რასაც მე ვიძახი და წინასწარმეტყველებ. მე ხომ ამას ვწერ, ვაქვეყნებ, მე ხომ არ ვმალავ ამას, ხომ? კი გამოიყენონ ხალხის სასიკეთოდ, ფაქტიურად, ხო. და ახლა ამერიკელები რო ჩამოვიდოდნენ, ის ვიცოდი ერთი მომენტი იყო, როცა რუსებმა დაიწყეს ომი
მე საერთოდ არ შემშინებია მაშინ ზღვაზე ვიყავი ურეკში პატარა სახლი მაქვს და ძალიან მიყვარს ვიყოფნა როცა დამერიგა ჩემმა ძალიან ახლობელმა და მამულად გეხვეწები ჩამოდი იმიტომ რომ იცის ჩემი ხასიათი რომ მე უშიშარი ვარ და არც მე შინოდა ეხლა და ის რუსები კი დარბოდნენ ფოჭი ხეებს ეფარებოდნენ თუ რაღაცი და მე წავედი იმიტომ რომ რაღაცით აი მინდოდა კარგად დამინახა კიდო აი რა იქნებოდა როგორ აი თქო შეხება მქონოდა ხო და მე იყო ესეთი ლაპარაკი ჩემს მეგობართან რომ მე ვთქარი ამერიკელების გემები შემოვლენ აუცილებლად მართლაო და მე გამეცინა იმიტომ რომ მას ისეთი მდგომარეობა ეკავა რომ ეს თვითონ უნდა ცოდნოდა კარგად გამიგდა ეთქო ამა ყველაფერმა დააგვიანა აი მე კი ვიცოდი რომ შემოვიდოდნენ და მე იმხელა გემები შემოვიდა მე თვითონ წავედი და ნუ შევხედე უყურებდი რომ შავ ზღვაზე იქ ვერეთოდა წინასწარმეტყველება ამ შემთხვევაში ასულა ქალბატონ ლელა ძალიან საინტერესოა ხოლმე თქვენი პოლიტიკური პროგნოზები და არა მარტო პოლიტიკური ჩვენ ვისაუბრებთ საერთაშორისო პოლიტიკური პროგნოზების შესახებ მაინტერესებს როგორი იქნება ლელა კაკულიას რჩევები საქართველოს მოქალაქეებისათვის იქნება თუ არა მძიმე წელი საქართველოსთვის 2012 იცი რა მინდა უთხრა მე მიყვარს ჩემი სამშობლო მე უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო და ქართველები ცრემლები მადგება ხოლმე იმიტომ რომ აი უჭირს ხალხს დღეს ძალიან მე ყველაფერი ვიცი მაგრამ მე უფრო მირჩევნია აი ის იმ დიდ სიკეთეს და იმ ძლიერ მომავალს რასაც ვხედავ და ვიცი რომ ასე იქნება რომ ეს უთხრა ჩემ ხალხს თორე ის რაც გვიჭირს და იმ ბეწვის ხიძე რაზე ჩვენ გავდივართ ეს ძალიან სერიოზული რამ არის ეს არ არის ადვილი რამ უკვე ხიდის სიკეთ ვხედავ აი იმ მომავალს ძალიან ახლოს არის გამიგე რა მომავალი ჩემს ხიდის სიკეთ საქართველო არის ერთიანი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, ნეიტრალური ქვეყანა ვიქნებით. მე ამერიკა მისთვის მჭირდება, რომ აი ამ ჭრილში დამიცვას. გამიგეთ? ჩვენ პატარა ქვეყანა ვარ და თუ ვიღაცამ არ დაგვიცვა, გამიგეთ ეს ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, მაგრამ ხა რუსეთმა რაც ფეხი შემოადგა 801 წლიდან, ხო, საქართველოში, ასე რომ ვთქვათ, იმ დღიდან ოკუპირებულები ვართ მთელი საქართველო, გამიგეთ? იმიტომ რომ რუსებს არ ვენდობი და რუს თავის თავი აქვს თვითონ მისახედი, ისეთ დღეში ჩავარდებიან. გამიგეთ? იქ ძალიან რთული და ესეთი ძალიან ცუდი სიტუაცია. რას ნიშნავს დეფინიცია რთული ცუდი სიტუაცია? რა შეიძლება მოხდეს? ის არის სოფლის ყველაზე დიდი სახელმწიფო. არაერთი არის სახელმწიფო აღარ არის რუსის ჯარს ჯერერთი მე არ ვხედავ. მათ ჯარში არიან დაღესტნელები, ჩეჩნები, სლავები არ არსებობენ. მე მყავს მეგობარი, რუსი ჟურნალისტი, რომელსაც სიამოვნებით ვაძლევ ჩემს წინასწარმეტყველებებს. მან იცის რომ ეს არის სრული სიმართლე, მე ამას სპეციალურად არ ვწერ, გამოცდილი აქვს თავის თავზე და უკვე გაგიჟებულია. ეს ცნობილი რუსი ჟურნალისტია რა? ცნობილი რუსი ჟურნალისტია სხვათა შორის. თქვენთან ჩამოდის ხოლმე სპეციალურად? ჩამოდის ხოლმე დიახ და მე ვაძლევ და მან ეს იცის რომ რუსეთში როგორ ფიქრობთ ეს მარტო ამ თქვენს წინასწარმეტყველებებს შემდეგ როდესაც ის რუსეთში მიდის წვდომა მარტო ჟურნალისტებს აქვს თუ სხვებიც ინტერესდებიან? არა, სხვებიც ინტერესდებიან. არა, თვითონ იძახის ახლა ვინ ახლა მაღალი ჩინოსნები მაგალითად მე მითხრა ანუ რუსი მაღალ ჩინოსნები ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებით ინტერესდებიან? რა თქმა უნდა, როგორ არ დაინტერესდებიან. ისეთი რაღაცა რაც იწერება, თან ეხება პოლიტიკას, გამიგეთ? აქ არის ანალიზიც და არის ძალიან შორი ხედვა. ეხლა ამას წინასწარმეტყველებას დავარქვევ თუ რას დაარქვევს თვითონ ადამიანი როგორ მიიღებს. ეს მე არ მაინტერესებს იცი. აი უნდა მიიღო ისე როგორც შეგრძობა, რასაც შეგრძობდა კითხულობ, ეს არის ფაქტი. ქალბატონ ლელა, გვარები იცით იმ რუსი პოლიტიკოსების რომელიც ინტერესდებიან თქვენ სხვათა შორის, არ მიკითხია, მე არ ვიცი ჩაძიება. Титул Митхаро очень заинтересовались, такие великопоставленные лица, госпожа Лела. Но я не интересуюсь, я интересуюсь того, მე ვიცი რომ რუსეთშიც დაგპატიჟეს. უკაცრავად კი, რა თქმა უნდა. რატო თქვი თუ არის წასვლაზე? არა. ქალბატონ ლელა, ბევრი ვისაუბროთ პოლიტიკაზე. რა რჩევებს მისცემს ლელა კაკულია ქართველებს? რომლებსაც როგორც ამბობენ, საკმაოდ მძიმე 2012 წელი ელოდებათ. როგორ იქნება ეს წელი ჩვენთვის? ქართველებს ეხლა ბრაზდები 2012 წელი, ვინ ეუნება ამას რომ გადაცემის ორი ნაწილი ამ თემაზე საუბრობთ. ბატონი გივი ალაზნისპირელი, ბატონი ჯონ დოკუხაშვილი. არ ვიცი მე ვიცი ის, რასაც მე ვხედავ ქართველებო მოგმართავ, ჩემო საყვარელო ქართველებო ძალიან მიყვარხართ.
მე არსად არ ვაპირებ წასვლას და მე თუ გავიქეცით, თქვენ გაიქეცით მაშინ ვარავინ. მე არსად არ მივდივარ, კაცო. იმიტომ რომ კიდევ ვიცახი, საქართველოს არის ძლიერი ქვეყანა მომავალში. ამას მე ალბათ ეს ჩანაწერი დაგრჩებათ მერე და რაღაც წლების შემდეგ ამას იხილავთ, რომ ეს რაც ეხლა მე ვილაპარაკე, ეხლა ცოტა მე დაბნეული ვარ, ყველაფერი ერთად მინდა ვთქვა და არ გამომდის, ამასაც ვერ ვკითხულობ. ჩვენ მივყვებით ქრონოლოგიურად აბსოლუტურად ყველა თემას. არავითარ შემთხვევაში ძალიან კაი წელიც იქნება ეხლა. ბოლოს და ბოლოს კაცო იაპონია აგერ ამოწყვეტის გზაზეა, თქვენ რა გონიათ ის ატომური ნარჩენები, ასე გაქვს რა? ის ნარჩენები ის არსებობს, თუნდაც ჩერნობილში მაგალითად. თუნდაც თვითონ რუსეთში იმ ტყეებში ეხლა მე არა ვარ ეხლა მეცნიერი და ისა მე რასაც ვხედავ იმას რომ იქ აქვს ამა დამალული. იქაც ჟონას, მაგრამ კი არ იძახიან. სანამ თავზე არ დაემხო იაპონიას, მანამ ხმა არ ამოიღეს თორე. იქ რომ არ იყო ყველაფერი ნორმალურად და ისა აწყობილი, ეს თვითონაც კარგად იცოდნენ. იმ იაპონელებმა რომელს განთქმულები არიან სოფლიოში თავისი ერთ-ერთი. ქალბატონელა, ძალიან ცოტა ჯოგრჩება, მინდა ყველა თემა მოვასწრო. თქვენი წინასწარმეტყველებები არ მხოლოდ საგარეო პოლიტიკას ეხება. წინ საკმაოდ რთული პოლიტიკური წელია საქართველოშიც. რა მოხდება, როგორ იქნება, როგორ ელელად გაგოლეს წინასწარმეტყველება? რა უნდა, რაზე მეკითხები, რა მოხდება ნატოში შევალთ აუცილებლად რუსეთთან ურთიერთობა მეზობლური, მე მომავალში გვაქვს აბსოლუტურად ნორმალური პარლამენტზე და საერთოდ ოპოზიციაზე. მოდი არ დავკონკრეტეთ პოლიტიკურ სუბიექტებს, უბრალოდ ზოგადად შევაფასოთ იმისთვის, რომ შემდეგ არ იყოს ეს ყველაფერი იქნება, იცით, მშვიდი იქნება, იმიტომ რომ ისეთი პოლიტიკური ნაბიჯები გადადგეს თვითონ პოლიტიკოსებმა, რაც არ უნდა გადაედგათ, გამიგე? ბოლო-ბოლო ხო უნდა დადგე და უნდა იფიქრო და ანალიზი ხო უნდა გააკეთო, რომ მე რო ამას გავაკეთებ, ამას რა მოყვება. გამიგეთ? იმეორებენ იგივეს და ხდება იგივე. ერთადერთი ხალხმა ჭკუა ისწავლა და არავის არ უნდა რომ თავი გაიხეთქოს ან თვალი გამოითხაროს და უშვა და ან რაღაცა ისეთი ის გამიგეთ თქვენ. ხალხი უფრო ფრთხილია, ჩემო კარგო. ხალხი ბრძენია და ხალხი გაიწაფა და გაიწვრთნა. გამიგეთ? ძალიან დიდი მადლობა, მე მინდა აღვნიშნო, თქვენ იყავით რთულად დასათანხმებელი რესპონდენტი, მადლობა რომ მოხვედით და ახალი წლის წინა დღეებში მაყურებელს უთხარით, რომ 2012 წელი ეს არ არის წელი, რომლითაც შეიძლება ჩვენ გვეშინოდეს. ეს იყო ქართული წინასწარმეტყველი ლელა კაკულია, რომლის ათობით წინასწარმეტყველება, თუ ასობით არა, რეალურად სრულდება. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ეს იყო ბოლო დისკუსია ჩვენ სტუდიაში 100 გრადუსი ცელსიუსით. ერთი კვირის შემდეგ შეგხვდებათ ოღონდ უკვე განსხვავებულ ამპლუაში. ჩვენ თქვენთვის სპეციალურად საახალწლო გადაცემას მოვამზადებთ. ახლა ყველა დეტალს არ გაგიმხელთ, დანარჩენს უკვე შემდეგ პარასკევს მხოლოდ იმედის არხზე ნახავთ. არ გეშინოდეთ, ამბობენ რომ 2012 წელი აპოკალიფსისა და არმაგედონის მომტანი წელი არ იქნება. ნახვამდის.